არჩევენ თუ არა კანონმდებლები თამარ ქალდანს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პოსტზე კიდევ ერთხელ ამ საკითხს კენჭი პარლამენტარებმა მომავალ კვირას უნდა უყარონ. Ამ პოსტზე ქალდანთან ერთად წარდგენილია ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურა. ორი მათგანის მოსმენა დღის ბოლოს სივრდილ საქმეთა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხდა. Დეპუტატებმა მხარდაჭერა თამარ ქალდანს გამოუცხადეს. ძალიან ხშირი შეხება ჰქონდა ორივე კომიტეტთან, მათ შორის საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში, ისინი უფრო დეტალურად იცნობენ ჩვენ საქმიანობას, ასევე ჩვენ ანგარიშობს ყოველწლიურად ეს ორი კომიტეტი ისმენს მხოლოდ და სავარაუდოდ მათ ესე ვთქვათ ჰქონდათ უფრო მეტი ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ და იციან რაც გავაკეთეთ ამ ხნის განმავლობაში და სწორედ ესეთი ტიპის მხარდაჭერა ბუნებრივია უფრო მეტად ამაღლებს პირველ რიგში პასუხისმგებლობას. ყველაზე დიდი გამოცდილება დღეს ვიდეც აქ ჩვენ სამშობლოში ჩვენი მოქალაქეების პირადი ხასიათის ინფორმაცია, ანუ პერსონალური მონაცემების დაცვის არის თამარი. ამიტომაც ვფიქრობ, სწორი იყო ორივე კომიტეტის პოზიცია, როცა თამარს მეორე შესაძლებლობა ეძლევა, რომ პარლამენტის მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში კიდევ 3 წელი გააგრძელოს ჩვენი მოქალაქეების და იურიდიული პირების პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური.